ლვოვში უმაღლესი რადას ყოფილი სპიკერი ანდრეი პარობი მოკლეს. უკრაინელ პოლიტიკოს 7-8 თვეა ესროლეს. კილერი კურიერის ფორმაში იყო, გადაცმული და მკვლელობის ადგილი ელექტროველოსიპედით დატოვა. უკრაინამ კრასნოდარსა და სიზრანში ორ ნავთობ გადამამუშავებელ ქარხანას შეუტია. დარტყმების შედეგად ორივე ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. კრასნოდარის ნავთობ გადამამუშავებელი ქარხანა წელიწადში 3 მილიონ ტონა ნავთობ პროდუქტს აწარმოებს და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ამარაგებს. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პატრიოტის აღჭურვილობისა და სატელიტური კომუნიკაციების მომსახურების უკრაინისთვის მიყიდვა დაამტკიცა. პაკეტის სათადარიგო ნაწილებს ტექნიკურ და პროგრამულ უზრუნველყოფას მოიცავს. ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას რუსეთზე ღრმა დარტყმის შესაძლებლობას აძლევს. ამის შესახებ ნატოში ამერიკის ელჩმა განაცხადა. მეთიუ უიტაკერის თქმით, თითქმის $1 მილიარდი ღირებულების იარაღის ახალი პარტია უკვე მიემართება უკრაინისკენ. გარდა ამისა, ვაშინგტონი ყოველთვიურად ამარაგებს კიევს ნატოს მოკავშირეების ხარჯზე. ყაჩაღობა თელავში ვალუტის გადამწვრილ პუნქტს შეიარაღებული მოქალაქე თავს დაესხა. თავდამსხმელმა ფულის წაღება ვერ მოახერხა. კაცი უკვე დააკავეს.